1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, სანამ როიტერის სააგენტოში მოხვდებოდი, მე და ჩემი კოლეგა გენა უჩუმბეკაშვილი გავფრინდით სოხუმში. მაშინ რთული ფრენა ქონდა, თვითმფრინავს ესროდნენ ბორტზე, სულ 5 მგზავრი ვიყავით. მახსოვს, ფრინავმა შუქიც კი ჩააქრო და ძალიან რთულად დავეშვით. რადგან ჯარში ნამსახურები ვიყავი, საომარ სიტუაციებში როგორ მოქცეულიყავი, ასე თუ ისე ვიცოდი. და ეს ამ პროფესიაში ბევრჯერ დამხმარებია. სოხუმში დღენახევარი გავატარეთ და გადავიღე ძალიან მაგარი კადრები, მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას აღწერს. სოხუმის კადრების შემდეგ უკვე სააგენტო როიტერში მოვხდი, რაც ჩემთვის ფანტასტიკის თვალფასი იყო. ბავშვობაში, როდესაც გაზეთებში ვუყურებდი ფოტოებს და ქვეშ როიტერი ეწერა, უდიდესი ინტერესით ვუყურებდი ხოლმე. 1993 წელს კი მე ამ სააგენტოს თანამშრომელი გავხდი და უკვე 28 წელი აქ მუშაობ. ჩემი პროფესიული გამოცდილებაც აქედან მოვიდა.